სანამ გამოვიდოდა ამ ავტომობილის კონკურენტი Mercedes-ები, Audi-ები და ასე შემდეგ, თითქმის ყველა მწარმოებელში, ჩემთვის აი სანამ F90 გამოვიდოდა და დავაკონკრეტებ მოდი მაინც რომ მივხვდეთ F90 M5-იანი სულ ახალი, სანამ G63 2019-იანი ახალი არ გამოვიდოდა და ასე შემდეგ, მანამდე აი ამ ძარის მე-6 სერიის Gran Coupe, ოღონდ M6 იყო ჩემთვის პირველი ავტომობილი. იქიდან გამომდინარე რომ M5 F1 მაინც უფრო მასობრივად არის და ბევრია, მაინც ამ ავტომობილს აქვს თავისი იშვიათობიდან გამომდინარე ცოტა ექსკლუზიურობა და აქედან გამომდინარე აი ძალიან მომწონდა. M ვიზუალით ნამდვილი M6 Gran Coupe ჩემთვის იყო აი პირველი ავტომობილი თამამად გეტყვით რა. რაც შეეხება კონკრეტულად ამას, ეს არის ცნობილი იზრავი, რომელიც არავის არ მოწონს და ყველას ეზიზღება. იქიდან გამომდინარე რომ 2008 წლიდან როცა დაიწყო სამის წარმოება, ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში ხა გეტყვით რომ 116,000 კილომეტრი აქვს, თითქოს 117,000 კილომეტრი გავლილი ავტომობილს, ამერიკულია. ნუ აქ ხა მაჩვენებელთა დაფაზე კი გვიწერს ბრეიკი და მოცურების საწინააღმდეგო გათშული და ჩეკი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პატარა სენსორის თემა და ძრავს არანაირი პრობლემა არ აქვს. აი ეგრევე წავედით პერებოების და ყველაფრის გარეშე. ძალიან კარგად მიდის, მინდა გითხრათ. შუიდან დაწყებული არის აკრაპოვიჩი, თავებით დამთავრებული და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ შემოდის, აი ძალიან მცირედი შემოდის ხმა რა, ამას გამაოცა მე, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია ამის გამო, რომ ხმა არ შემოდის და არ გვაწუხებს რა. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან რბილი და კომფორტულია ესეთ ტრასულ რეჟიმში. ქალაქში ხა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაბა პროფილიანი რეზინა გვაქვს. ნუ მაინც უხეშია ჩვენ გზებზე და პრობლემა ის არის რომ ამ სიუხეშის გამო აი ხა წოლიერ პოლიციაზე გადავედით ძალიან პირველად. ამ სიუხეშის გამო და დაბაპროფილიანი რეზინის გამო ხშირად ხდება ხოლმე რომ საბურავი იკიდებს ბაბონს და ხშირად არის ან სკდება და მოკლედ აი პრობლემაა რა ჩვენი გზების გამო მალმალე არის ხოლმე შესაძლებელი რა. ნუ მაგრამ ეხა ეგ რა BMW-ს ბრალია გერმანიაში არის კაი გზები და სხვა ევროპულ ქვეყნებში ისიც დააპროექტდა და ამერიკაში და ეხა ეგ ჩვენ ვიკითხოთ ჩვენთან რა ხდება და როგორ ხდება. საჭე პრინციპში მე არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი ერთ 2013 წელს BMW-ს უფრო უკეთესი საჭე უნდა ჰქონოდა და მე გამოასწორეს ის სამქიმიანი ძალიან წვრილი M საჭე რომ გამოუშვეს. ის უკვე ძალიან მაგარია, მაგრამ აღიაროთ რომ Mercedes უფრო მაგარი საჭე აქვს დღეს აი აქტუალური მოდელები რაც არის Mercedes აქვს სასწაული საჭე და BMW-ს აქვს ამ დროს სამარცხვინო ბანძი საჭე მინდა გითხრათ მე არ მომწონს საერთოდ ახალი 190 და ახალი 110M-ის საჭე. უკან როგორაა საქმე, იმის მიუხედავად რომ 4 კარიანია, მაინც ეს გადის 2+2 კუპეში. აქედან გამომდინარე, შიგნით ეს ცენტრალური კონსოლი წამოსულია წინიდან და ყოფს აქ შემოდის ბოლომდე სავარძლამდე და მაინც აქ არ არის მესამე კაცის ადგილი და პრინციპში ორ ზრდასრულ ადამიანსაც გაუჭირდება ჩაჯდომა, მაგრამ ნუ ესეთი ვარიანტია რა, CLS-ის პრინციპია. ხო, CLS-ის ერთ-ერთი, ანუ ესე გაინაწილეს რა მოკლედ 2004-ში გამოვიდა CLS-ი და მაშინ კონკურენტი არ ყავდა BMW-ს Mercedes-ის CLS-ის მერე 2007-ში გამოვიდა X6 და Mercedes არ ყავდა X6-ის კონკურენტი, მაგრამ მერე გაცვალეს რა BMW-მ გამოუშვა CLS-ის კონკურენტი ერთი თაობის დაგვიანებით და Mercedes-ს გამოუშვა GL-ის Coupe. ეს არის მარკეტინგი, გლობალური ბაზარი მეგობრებო, კიდევ ერთი 6 სერიის გამორჩეული ფიშკა მინდა განახოთ ეხლა უკან საბარგულზე, ნუ აკრაპოვიჩები შესანიშნავი კარბონის დიფუზორი და ეს თემა რა. ძალიან ორიგინალური, ანუ საბარგულს ყველა შორის ძალიან მოსულობითი აქვს მე გამოგვიზდა. აი ეს თემა რა. ანუ ჩაულებრივი აქ სადუნო ყოფილიყო ხო გააგება საბარგულს, მაგრამ ესე ლამაზად ყოხტად BMW-ს ლოგოში წკაპ და გაიგება რა. ესეც წვრილმანი, მაგრამ სერიოზული დეტალია რა. ხო, მოკლედ პანორამა ფარდები ყველაფერი არის, იმიტომ რომ 650-ია და თან კარგი პაკეტის 650-ია, ანუ დიდრული თემაც ჩაქსოვიდი აქვს, როდესაც Mercedes-ის იმიდრე უნდა ამაშიც არის ასე ვთქვათ რა. თავარი რა არის რა ეს. როცა ეს ძარა გამოვიდა F06
ჩემთვის უკვე დაკარგა მე-6 სერიაში ორკარიანის მნიშვნელობამ და ღირებულებამ აზრი რა. იმიტომ რომ აი ეს ნიშანი, ესე დახვეწილად გამოუშვეს. კარბონი, შიგნით ჩაკერებული გრანიტზე ამოწიფული. ძალიან თემაა, ძალიან მაგრა აქვს მოფიქრებული, ძალიან მაგრა აქვს გაკეთებული. ძალიან მომწონს ეს ძალიან მიდის, ანუ 650-ისთვის ძალიან მიდის და თან ამ ძრავის პრობლემა ისაა, რომ სუდედა ეხა აგერ ჩანს როგორაც აგრე და ძალიან მაგრა მიდის. ანუ ძალიან გამართულია და ძალიან ხორცია. რაც გასაკვირია. სალონზე საუბარი გავაგრძელოთ. მულტიმედიის სისტემა ზოგადად ეს პანელი, იმიტომ მომწონს ეს ავტომობილი, რომ F-თან შედარებით ასევე აქვს მას განსხვავებული ეს ტორპედო რა. ფუნქციურად და ტექნიკურად რა თქმა უნდა ერთი და იგივეა, მაგრამ ვიზუალურად არის სხვა. და აი ზუსტად ეგ მომწონს. აი ეს მთელი გაფორმება და აი ეს სტილი. რაც F-ში, ანუ მე-5 სერიაში, მე-7 სერიაში და მე-3 სერიაშიც ერთი და იგივეა. აქ არის სხვანაირი. აქ ეს გამოარჩევს ზუსტად მე-6 სერიას მე-5 სერიისგან და მე-7 სერიისგან. უფრო განსაკუთრებულია და უფრო ინდივიდუალურია და ეგ მომწონს რა. ზოგადად ჩემი აზრით მე-6 სერია უკვე დიდი ხანია გამოდის, რა თქმა უნდა, მას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ რაც F სერიის მე-6 სერია გამოვიდა და ვიხილე ის მე-4 კარიან ვერსიაში, გაუმარჯოს მაგაი ბიჭო. რაც ვიხილე მე-4 კარიან ვერსიაში, საერთოდ დაკარგა პირადად ჩემთვის, ეს ჩემი აზრია, საერთოდ დაკარგა ჩემთვის 2 კარიანმა ვერსიამ აზრი და აღარ მინდა აი ამის 2 კარიანი ვერსია უკვე აღარ მომწონს საერთოდ, იმიტომ რომ ეს 4 კარიანი აი ძალიან მაგარი გამოვიდა, აი ძალიან მაგარი. როგორც ეხლა მაგალითად Mercedes-მა გააკეთა AMG GT იყო სპორტული 2 კარიანი ავტომობილი და გამოუშვა AMG GT 4 კარიანი ვერსია, რომელიც ფოტოშორის დღეს შეგვხვდა და არის აი პირდაპირ მნიშვნელობით ზვიგენი. აი რო უყურებ, აი თავიდან ბოლომდე ზვიგენია რა, რაც ალბათ BMW-ს მაგრა გაუწდება, იმიტომ რომ BMW-ს ექსკლუზივი იყო ზვიგენთან მიმსგავსება ისტორიულად. ანუ ესე დავდივართ, ნუ ცუდი რა, არასტანდარტული BMW-ს ფლობელებისთვის არის ის, რომ მაგალითად Z-ის ტემპერატურა, ან წყლის ტემპერატურა, რომელიც აქ არის ხოლმე, დგას აი შუაში. ეს მაჩვენებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა მარცხნივ, ანუ ყველას ალბათ ეგონება, ვინც არ იცის, რომ ჯერ არ განვთვალა, არა და ეს არის ნორმა.
სპეციალურად გააკეთეს BMW-ში ეს. რატო? არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ ეხა ის ვერსია, რომ წყლის კი არა და ზოგადად გააგრილების პრობლემა ქონდა როგორც ზეთის, ასევე წყლის, მაგრამ მოდი სხვა ახსნა მოუწევდოთ ამას ამ ყველაფერს. დამეთანხმება ჩვენი გადამღები ჯგუფი, რომ მართლაც ძალიან კარგი ხნის იზოლაცია და კარგად არის დანასტროიკებული, ასე ვთქვათ, დაყენებული ეს გამონაბოლქვის სისტემა. არა ისე როგორც ჯიელოთ ხალხი, მაგრამ საერთოდ არ შემოდის ხმა და არ გვაწუხებს. აი დასტოინად ვაღებინებს სიამოვნებას ეს ავტომობილი. როცა მობინდება ზედ დროს ძალიან მაგარი ატმოსფერო იქნება რა შიგნით რა. ოი პრიუს. აუ თქვენ რამეს გრძნობ ზედმეტ ხმას? მე არა, მე მარტო გადართვების დროს ფურთხუნი მესმის და მაგარი გადართვის. რა თქმა უნდა, ისეთი მაგარი ლედფარები აქვს ამას, რომ ეგრევე ანთების გარეშე გითმობენ. რა განასხვავებს ახლა მე ამ გრან კუპეს და მაგალითად ჩვეულებრივ F-ს, რომელიც არის 550. იმ წლოვანებაში, როცა ორივე ერთად გამოდიოდა, ამას ოფციების გარეშე ბაზურად მოხვება ესეთი ლედფარები, F-ს კი არა. აი, ეტაოთ. Old school, ვიჩვენებს რომ ბანძია, ჩემი უფრო მაგარიაო და მართლაც ეგრეა. აშინ უშვებდნენ მანქანებს და არა, ეხლა როცა უკვე ერთჯერადი პრეზერვატივები გახდა. პრიუსი რა თქმა უნდა მანევრით არის. კიდევ ერთი დაბრკოლება, კვირა დღეს აუცილებლად უნდა გქონდეს ესეთი პრიუსი მანევრირებს. BMW-ს ბლუთუზი ეხა ცოტა ატრაკებს. შეგვიძლია დავიწყოთ. აუქსი არა რატო? აი GT4 მოჩამია. შეუძლია რომ მაგალითად ძალიან ცოტაც დაწვას ამძრავმა. თუ მოვლით მოკლედ ამ 4 და 4-ს, რომელიც შექმნილია სტერეოტიპიდან, საფუძვლიანად მართლა ბევრი პრობლემა ემართება ხოლმე, იმიტომ რომ არ ულიან, მით უმეტეს საქართველოში თუ არ მოვლით ჩვენ ზედზე და ჩვენ საწოლზე, შეექმნება ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ თუ დავიცავთ მას გადახურებისგან, როგორც ზეთის, ასევე წყლის სისტემის, თუ 5000-ზე შეუწვით ზეთს, ოღონდ ძალიან ხარისხიან ზეთს ჩავასხავთ, თუ პროფესიონალს ვანდობთ, ვინც იცის მაგალითად სულავას და ასე შემდეგ, ხო? მოვულით ამ მანქანას თავისი ამ სიტყვის 100%-იანი გაგებით. ჩავასხავთ კარგ საწვავს, კარგ ზეთს, მიუხედავად გაგრილების სისტემას, მაშინ გვემსახურება ძალიან დიდი ხანი არა, მაგრამ კაი ხანი. კოლონა მოტოციკლეტისტების ბებე და სილა და ანდრე ნახე რას დგას ბიჭო ნახე რას დგას ხეცია ხეცი
ეს არის შესანიშნავი მეექვსე სერია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ესეთი გახურებული გაზაობის მერე გრილდება სხვადასხვა ჩამქრალ მდგომარეობაში. ანუ ქარხანას რო კითხოთ, ეხლა არა პრობლემა იგაზავებ რა და მერე ჩააქრევ, მაგრამ მაინც ოპტიმალური იქნება, რომ გაზაობის მერე დავტოვოთ დაკოქილი. მოდი ეხლა პირდაპირ ბევრი საუბრის გარეშე ფარებს განახებთ და მერე კაპოტი ავხოთ ეგრე. აი ეს მდგომარეობაში უნდა იყოს, აი ეს რავი რა. ну, გარეთ სხვა თქმა უნდა არა წყენდა, უბრალოდ 4 თქლით და არა წყლით. 4 და 4 twin turbo. მიმუღია 800 ჩქარია გადაცემა და პოლოფზე, რომელიც არის ZF-ი და რომელიც ჩემი აზრით ძალიან კაი გადაცემა და პოლოფია. ვარიანტები რა არის, მაგალითად რომ გავასტეიჯოთ. კი ბატონო, შეიძლება რომ უკეთესი გაგრილება დაუყენოთ, stage 1-ი ჩავწეროთ, ну, გამონაბოლქვი სისტემა როგორც აქ არის მინიმუმ ესე უნდა იყოს და მინიმუმ ამ შემთხვევაში 100 ცხენი გვაქვს, მაგრამ ამ ძრავზე ჩემი აზრით მაინც არ არის საჭირო. ჯობია იყო აი ესეთ მდგომარეობაში stage 1-იც კი მაინც საფრთხილოა ამ ძრავისთვის რა. თუ ეხა ვიღაცას მაშინ ძალიან ბევრი ცხენი უნდა, პირდაპირ უნდა იყიდოს M6 და არ უნდა დაიწყოს ამის გაკეთება რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ძრავის რესურსი არის შეზღუდული იმის გამო, პირველ რიგში ყველაზე დიდი მინუსი ამ ძრავის არის ის, რომ გაგრილებას აქვს პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამას გაგრილების პრობლემა რომ არ ქონოდა, მაშინ კი ბატონო stage 1, stage 2 არ იყო პრობლემა. მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი თბილისი დრაივი, ეს არ არის ტესტ დრაივი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე კი აი ამ შესანიშნავი, კარგი არა ემი ძრავის ხმით დაგებშდებით.